შუახევის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა განიხილეს. სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებისათვის ხელშეწყობა და სოციალური საკითხები. გეგმის მთავარი პუნქტები იქნება სტრატეგიული გეგმა საბოლოო სახეს ივლისის ბოლოს მიიღებს. საკრებულოს ფორმაზე გეგმის დამტკიცების შემდეგ კი მუნიციპალიტეტს ვებგვერდზე განთავსდება და ისაჯარო იქნება. სტრატეგიულ გეგმაში გასათვალისწინებელი საკითხების შერჩევა მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტის მიერ 2010 წლიდან მიმდინარეობს. რაიონისათვის გადამწყვეტი არის სოფლის მეურნეობის სტრატეგიული გეგმის განხილვა, ძიება გზებისა, მისი განვითარებისა, ამასთან აუცილებლად ახალი დარგის, რომელსაც ტურიზმი ქვია, მისი განვითარება სინქრონულად. გეგმის მომზადება განხილვაში აქტიურად თანამშრომლობს შუახევის მუნიციპალიტეტი. აღნიშნული გეგმის საბოლოო განხილვის შემდეგ, საბოლოო შენიშვნების დადების შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტი საკრებულო დაამტკიცებს მას და ეს განთავსებული იქნება შუახევის ვებგვერდზე და გახდება საჯარო. ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა. რეალურად ერთი თვის შემდგომ უკვე დაიდება საბოლოო სახით სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც 2012-2022 წლებზე იქნება გათვლილი. ამავე პროექტის ფარგლებში გარდა სტრატეგიული გეგმებისა წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო პასპორტები და მარკეტინგული გეგმები.